წლების განმავლობაში ცდილობდით სხვადასხვა ტელეკომპანიის მითვისებას და გამოგდიოდათ კიდეც. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მას 25 არხთან დაკავშირებით კითხა. თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ არხის დირექტორის განცხადებით მას მთავარი პროკურორი ემუქრებოდა და იმ ჩვენებაზე ხელის მოწერას აიძულებდა, რომლითაც არხის ყოფილ მფლობელებზე სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა გამოიკვეთებოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით პროკურატურაში ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს ტელეარხ 25-ის დირექტორმა გია სურმაძემ კომენტარი არ გააკეთა. ღარიბაშვილი პარლამენტარების კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. 25 არხის დირექტორმა 3 თვის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ პირადად მასზე გიორგი ბადაშვილი პროკურატურის დერეფანში ღამის 2 საათზე ახორციელებდა მუქარას, ზეწოლას, რომ მას ხელი მოეწერა ჩვენებაზე ვანო მერაბიშვილის, დავით ხატარაშვილის და ლაშა ნასრიშვილის წინააღმდეგ. გსმენიათ თუ არა რამე ამ ფაქტთან დაკავშირებით და აპირებთ თუ არა მოიკითხოთ, დაწყებული არის თუ არა გამოძიება ამ საკითხზე. მე ძალიან კარგად ვიცი რასთან მქონდა საქმე. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ამ ფაქტის ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში. თუ როგორ ხდებოდა 25 არხის ასე ვთქვათ ხელში ჩაგდების მცდელობა, როგორ ქონდა ადგილი თქვენი ხელისუფლების დროს, ისევე როგორც ყველა სხვა მედია საშუალებების ხელში ჩაგდების მცდელობა ქონდა და არა მხოლოდ მცდელობა, არამედ თქვენ ეს რეალურად აღასრულეთ და მედიის თავისუფლება იყო აბსოლუტურად ნულის დონეზე დასული. სულ რამდენიმე ასე ვთქვათ შეიძლება 1 თუ 2 იყო დარჩენილი, რომლებიც გარკვეულწილად ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას.